პრობლემა, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ჩვენგანი აწყდება. სიბერე და მასთან დაკავშირებული შიში ჩვენი დროების ყველაზე გავრცელებულ ფობიად აღიარეს. სიკვდილის შიში 21 საუკუნეში სწორედ ახალგაზრდული ხიბლის დაკარგვის შიშმა ჩაანაცვლა. მეცნიერები ამ ფობიის გადასალახად სამ მეთოდს გვთავაზობენ. ახალგაზრდა ადამიანებთან კონტაქტის შენარჩუნებას, სულიერი სამყაროს გამდიდრებასა და ჩვენს გვერდით მყოფთათვის დახმარების ხელის გაწვდომას. ფსიქოლოგების მტკიცებით, სიბერე მხოლოდ მაშინ ჩდება, თუ გაჩნდა შეგრძნება, რომ შენ აღარავის ჭირდები. კაცობრიობის უბერებელი ბრძოლა, რომლის მთავარი იარაღები პლასტიკური ოპერაციები, სასაულმოქმედი საცხები და ფერად-ფერადი ტანსაცმელია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ყველა უბანსა და ოჯახში ყოველდღე მიმდინარეობს. სიბერესთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდების ძიებამ დროების ჟურნალისტი ლიზი ვაჩნაძე კუსტპიდან ქირურგიულ კლინიკაში, კლინიკიდან სავაჭრო ცენტრში, იქიდან კი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ჩაიყვანა. ქირიების სახლი ხეთაში ყველა მიცის. კუჭუს სასწაულმოქმედი მალამო აქ მზადდება, თანაც უხსოვარი დროიდან. სცენარეების ენა კუჭუმ დედისგან, დედამ ბებიისგან ისწავლა. ასე ჩვენამდე არამხოლოდ მალამომ, მაცოცხლებელი წვეთების საიდუმლომაც მოაღწია. კუჭუმ დროს ფეხი შეუწყო, ახლა უკვე ლიცენზირებული ცოცხალი აფთიაქებში ჩამოარიგა. ქალბატონი ნათელა ასაკს არ მალავს. 88 წლისაა და 65 წლიანი პედაგოგის სტაჟით ამაყობს. ცოცხალის ჯადოსნური ეფექტი საკუთარ თავზე გამოსცადა. ხელი სოკო მომირჩინე, აი აგერ რო დავეცია ის. ხო არ გადახართ ახლა? ახლა კარგად ვარ. 84-ის ჟუჟუნა კანკია სულ ცოტა ხნის წინ შესრულდა. საქმეს თავს ყოჩაღა დართმევს. ძალას სიცოცხლის მეგრული ელექსირი მატებს. კუჭუს წვეთები წნევას ურეგულირებს და ართრით სუმსუბუქებს. კუჭუ, შემოგევლე, შენი წამლით ცული მიდგას. ნამდვილად, ამ წამალმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა. თუ კი ადგილზე ვერ პოულობ, ცუდად ხვდები მაშინად. ეს სიცოცხლის ელექსირი ჩვენშია თვითონ. ის სული რაც არის ხვდიური და ღმერთმა მოგცა და ღმერთი განაგებს ამაზე. ჩვენ ღმერთის ნებისმიერ ვერაფერსად ვერ იპოვით. დავოცვილი იყავი შვილო, კარგად იყავი, ჯანმრთელად იყავი და ყოველთვის ასე გაგემართლებიოც. რა საქმეს ხელს მოკიდებ. ჯანმრთელობა და ვიდრე სამეგრელოში კუჭუს მარჯვენას ლოცავენ, თბილისში სენიორების ჯგუფი ცეცხლოვან რითმს ხვება. ცეკვავს ყველა, ვისაც როგორ მოსწონს და შეუძლია. ასეთია კლუბ ფორტუნას დევიზი. სენევლობიდან დაღლილი, დაქანწული, კვირაში სამჯერ გამონახავდი დროს 2 საათით, რომ ცეკვაზე მოვსულიყავი. ეს არის ჯანმრთელობა. ცეკვის თერაპიას გემო 40 წლის წინ გაუგო. ახლა 79-ისაა. კვირაში 3ჯერ დადებითი ენერგიით იმუხტება. საყვარელ ჰობის არც შორეულ ამერიკაში უღალატა. იძულებით ემიგრაციაში ბატონმა ლევანმა ჯგუფი შეკრიბა და ცეკვას ასწავლიდა. ბოლოს ნოსტალგიამ სძლია და მშობლიური პროფკავშირის დარბაზს დაუბრუნდა. ეს შემთხვევით არის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სიხარული. ქალბატონი ელისო პროფესიით ინჟინერი, მოწოდებით ქორეოგრაფია. სიამონების გარდა ცეკვა ჯანმრთელობას უნარჩუნებს. 60 კარგახანია გადააბიჯა, თუმცა ამას ვერც თვითონ, ვერც მისი პარტნიორი გრძნობს. 30 წელიწადია ცეკვაზე დავდივარ. ამის წყალობით მე არ ყოფილვარ გრიპით, არ ცეცხლავარ. კარგი განწყობა მაქვს, წნევა არა მაქვს. პენსიაზე გასვლის შემდეგ ბატონი კარლოს ცხოვრება ლათინური რითმის თანხლებით გაგრძელდა. ფუნქციონერის სკამი საცეკვაო დარბაზში გაცვალა. სიგარეტი გადააგდო, კლუბ ფორტუნას სათავეში ჩაუდგა და მოჭარბებული ემოცია პლასტიკაში გამოსახა. მუსიკა რასაც გაძლევს, ემოცია უნდა გადმოს.
მერაბ ჩაკობიასთვის სიცოცხლის ელექსირად ველოსიპედი იქცა. 70 კილომეტრი ქვაღორღიან ბილიკებსა და კლდოვან ციცაბოზე. ასეთია ყოფილი სამხედროს დღიური ნორმა. შეუდარებელი სიამოვნება, რომელსაც ვერაფრით ჩაანაცვლებს. ორთვლიანი რაშით 180 კილომეტრით დაუძლევია და გარეჯამდე ჩასულა. მე თავს ისე ვგზნობ, დავუშვათ 1-20 წლის უკან ვგზნობდი და იმაზე უკეთესად ალბათ. ტაიჩიჩუანით რომ დაინტერესდა, ყველა დასცინოდა. არავის ჯეროდა რომ ნატალია ბებოს ახალი გატაცება თვეზე მეც გასტანდა. თუმცა ექსპერიმენტი მეხუთე წელია გრძელდება. წნევა დარეგულირდა. არც რიტმა დაიხია და გულიც თანაბარ რიტმში ცქერს. ეხლა თანდათან რომ მიყურებენ უკვე მეკითხებიან სად მივიდე, როგორ დავიწყო და რას გრძნობთ, რას გაძლევს, გახთომა იქნება, გახთომა არა მეთქი, აბა სირბილი არა მეთქი, აბა რა სუნთქვა მეთქი, კოსმოსთან ურთიერთობა. დაწოლა კორა სამყაროსთან ურთიერთობა საბრძოლო ხელოვნების რბილი ფორმით მყარდება. ენერგიის განაწილებას მოწაფეებს ბატონი იურა ყეინაშვილი ასწავლის. ნინო კონცენტრაციასა და წონასწორობაში ყოფნას მერვე წელია ცდილობს. დასაწყისში ტაიჩიჩუანს სკეპტიკურად უყურებდა. თავი გამოცდილი ათლეტი ეგონა. რეგულარული ვარჯიშის მიუხედავად ბატონ იურასთან ფიზიკურად გამოწრთობილი, მაგრამ სულიერად დაცლილი მივიდა. თანდათან სამყარო მისკენ ახალი კუთხით შემოტრიალდა. სიმშვიდე შეუცვლელ ნარკოტიკად ექცა. რაში გეხმარება ტაიჩიჩუანი? ნების ყოფაში, კონცენტრაციაში, მოთფინებაში, მუშაობაში, კარგ ხასიათში. კუსტბის მიდამოებში ვარჯიში ნინოსთვის ბავშვობიდან აუცილებლობა იყო. იქამდე ვიდრე ეს მოდაში შემოვიდოდა. თავიდან ეზარებოდა, ახლა სიამოვნებს. ყველაფერი უნდა აკეთო ის, რაც გესიამოვნება და იქნება კარგად. მეტი არაფერი. არ მომწონს, როცა რაღაცა ასაკის ქალები დადიან რაღაც გადაჭიმულები და ამაზე აქვთ მიმართული ტვინი, იმიტომ რომ თვალებს გამომეტყველება ხო აქვს რაღაცა ასაკის შესაბამისი არა და იმას რომ რაღაც გადაჭიმული კანი ახლავს თან რა ვიცი ცოტათი მე მაგალითად რაღაც სევდას მგრის ამის ნახვა ქალბატონ ირას სევდას ზედმეტი ნაოჭი ჰგვრიდა. ერთხელაც გაბედა და კლინიკა მედის მიენდო. სილამაზე მსხვერპლს ითხოვს. პატარა დისკომფორტი ხანმოკლე და ასატანია. მით უფრო რომ სასურველ შედეგს ელის. ყველა ასაკში საჭიროა ესთეტიზმი მით უმეტეს მე გაროჯულ კანს ჯერ ასუფთავებენ. შემდეგ პილინგის მეშვეობით კანის ზედა ფენას ხსნიან. ცოტა მცირედ მოწიწმის შეგრძნება. არა? გაწმენდილ ზედაპირზე ბუნებრივი მინერალებისა და ვიტამინებისგან დამზადებული კოქტეილი შეყავთ. ეს მეზოთერაპიაა. კანქვეშ შეღწევის სიღრმეს აპარატი არეგულირებს. სურათის გადაღების შემდეგ პროცედურის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკლებ სასიამოვნო ნაწილი იწყება. სტატიკურ ნაოჭში ბუნებრივი შემავსებელი ჰიალურონის მჟავა ინიექციის საშუალებით შეყავთ. ცალი მხარე მზადაა, ეფექტი სახეზეა. არ მიმატოვოთ. არა, ეს უცხოელია. არა, მეცინება. მეტა. აბა ეს თუ შემოხდეთ, გაიგინე. მე მეჩესკენ. სულ ცოტაც და გაახალგაზრდავების მეტამორფოზა დასრულდება. დო ეს იყო ჩაიარა, მაგრამ ცოტა იყოს მეთქინა. ოდნავ უსიამოვნო, თუმცა შედეგიანი პროცედურის შემდეგ ქალბატონ ირას გარდერობის განახლება არ აწყენს. მით უფრო მსახიობ ქალიშვილთან ერთად. დედის ტანსაცმელი საკმაოდ ახალგაზრდულია, ამიტომაც ბევრი კონსერვატიული ქალბატონის კომენტარს იმსახურებს. ეს ვითომ ეხლა თინეიჯერული. ხო, ცოტა თინეიჯერული ხომ არ არის, ან შენ განაგიხდება ეს რაღაცა ესე. და აი უფრო ახალგაზრდები და აი ჩემი ქალიშვილის თაობა და ესენზე და აუ რა კარგია და ესე ყოველთვის ძალიან მახალისებენ და ყოველთვის ამბობენ რომ ირა ყოველთვის ლამაზია და ყოველთვის ფორმაშია.
ხო გიყვარს ინენერგი? ო? ჟუჟუნა კანკიაც ფორმაშია. ოჩაღად ფუსფუსი შეუძლია. კუჭუს მალამომ ტკივილი გაუყუჭა. წვეთებმა გული დაუმშვიდა. საქმეში დამხმარეც ჰყავს. ბებოს სიცოცხლის ელექსირი ნინოა. ამ სიმინდის გორასაც ერთად მოერევიან.